პირველ რიგში თავისუფლებას ინდისის პატიმრებს და პოლიტპატიმრებს დღეს ნიკამელიას მიუსაჯა გურუსიძის სასამართლოს წელიწად 6 თვით დამატებითი სასჯელი თავისუფლება ნიკას ხვალ 7 აგვისტოა და კიდევ მინდა განსაკუთრებულად ჩემს თანამებრძოლს ვეფხია კასრაძეს უსურვო თავისუფლება, რომელიც ყველა ომში იბრძოდა, რაც კი ბოლო პერიოდში იყო ჩვენს ქვეყანაში თავისუფლება ყველას გვაბრუნებენ 90-იან წლებში, ხო? ვისაც გვახსოვს, ზოგს ბავშვობაში, ზოგს უფრო მოწიფულ ასაკში 90-იანი წლების საქართველოს ერთი თვის განმავლობაში რამდენჯერმე გაგვიმეორა ქართულმა ოცნებამ ის თუ როგორი იყო და როგორი შეიძლება იყოს საქართველოს მომავალში. ეს არის ყველაზე საშინელი სცენარი, რომელიც მე მინდა რომ ახალმა თაობამ საერთოდ არ იცოდეს, იცოდეს მხოლოდ და მხოლოდ მოყოლით და ვიდეოებით, მაგრამ ძალიან მიგვაახლოვა ამას ქართულმა ოცნებამ. რატომ ქართულმა ოცნებამ, ხო? როდესაც ასეთ მცირე ინტერვალებში ხდება ეგრეთ წოდებული ბლეკაუთი, ან სრული გათიშვა ამ ქვეყნის, როდესაც თბილისის ანძაც კი ითიშება, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ სერიოზული ხაროეზი არის ელექტროსისტემაში. ერთი კვირა დასჭირდა მოკვლევას, რომ ჩვენთვის განეცხადებინათ, რომ დაზიანებული ყოფილა თურმე გადამცემი ხაზი, ერთი გადამცემი ხაზი, რომელმაც გამოიწვია მთელი საქართველოს გათიშვა. გამოიწვია ყველა ქსელის პარალიზება, მოგეხსენებათ რომ აფხაზეთშიც საოკუპაციო ხაზს მიღმაც იყო ეს გათიშვა და დაბნელება და ამაზე ვიღაცამ უნდა ააგოს პასუხი, ვინ უნდა ააგოს? ზარდიაშვილი. მე ზარდიაშვილის დამცველად ნამდვილად ვერ გამოვდგები, მაგრამ ვიცით ყველამ რომ მას ჰქონდა სერიოზული კავშირები, პროტეჟე იყო იქ დინარაძის თუ კობახიძის, ეს ბიზნეს კარის თამაშები არის ივანიშვილის, იმიტომ რომ რეალური პასუხისმგებლობის აღებასთან ამას არანაირი შემხებლობა არ აქვს, არ შეიძლება ჰქონდეს. ვინმეს რომ აკისრებდნენ ისინი პასუხისმგებლობას, კახა კალაძე დიდი ხანი არის, რაც აღარ იქნებოდა დედაქალაქის მერი, ხო? იმ უბედურების შემდეგ, რაც მოხდა და დატრიალდა ამ ქვეყანაში, ტრაგიკული შემთხვევა იქნებოდა ეს ვაკის პარკში თუ ავარიული სახლის ჩამოშლა სადგურის მოედანზე, რაღაცა ლიფტებში მომხდარი, ამორტიზებულ ლიფტებში მომხდარი ტრაგედიები თუ ის წყალდიდობა, რომელიც ყოველ გაწვიმებაზე გვაქვს თბილისში, ამ შემთხვევაში კალაძე აგებდა პასუხს. მაგრამ პრობლემა სხვა რამეშია, ხო? პრობლემა არის იმაში, რომ როგორც მინიმუმ ჩვენ გვაქვს ერთი დიაგნოზი. საქართველოს ელექტროსისტემას აქვს ხარვეზი და პირველ რიგში ეს ნიშნავს დივერსიფიკაციის არარსებობას. როდესაც დავუშვათ და მივყვეთ მათ ლოგიკას, ხო? დაზიანებული არის გადამცემი ხაზი. თუ გადამცემი ხაზი ზიანდება, ამ შემთხვევაში ნორმალურ ქვეყანაში იქნებოდა ამ გამოვლენილი ეს როგორც სუსტი წერტილი ჯერ მანამდე და სუსტი წერტილების გამოვლენისთვის სახელმწიფოს და შესაბამის პასუხისმგებელ ორგანიზაციებს უნდა ჰქონდეთ ნაპოვნი ალტერნატიული გადაწყვეტის გზა, დამზღვევი გზა, უნდა არსებობდეს სხვა ქსელი, რომელიც წამებში ჯერ ერთი დააიდენტიფიცირებდა პრობლემას და შემდეგ ჩართავდა სარეზერვო გეგმას. ასეთი რამ არ მომხდარა. კიდევ ცინიკური არის ამბავი, რომ ზარდიაშვილი გაუშვეს და ორ დღეში ისევ მოხდა ეს სრული ბლეკაუთი, რომელზეც მე კიდევ ცინიკურზე უფრო მეტად ცინიკური და უსირცხვილო პასუხი გაგვცეს და ამაზეც ვისაუბრებ, რომ თურმე სატესტო რეჟიმში რაღაცებს ცდიდნენ. ანუ ჩვენ ვითომ მთელი ქვეყანა, ჩვენ მოსახლეობა ვართ რაღაც ლაბორატორიაში, სადაც გვაკვირდებიან და ასე შეიძლება თურმე ამ ყველაფერთან თამაში ადამიანები ამ სიცხეში. გაჩნდა შეკითხვა რომ თუ კი ეს იყო ტესტირება, ხო? რატომ არ მოხდა ეს უფრო ესეთ ადეკვატურ საათებში, როდესაც თუ კი არის რაიმე თუნდაც პატარა პროცენტი იმის რომ სრული ესეთ ბლეკაუთი ჩაბნელება მოხდეს და ამ ტესტირებამ რაღაცა პრობლემა შექმნას, რატომ არ მოხდა ეს ღამის საათებში მაგალითად? ან რატომ არ იყო ამაზე ინფორმირებული საქართველოს მოსახლეობა? ჩვენ მოგვდის ხო მობილურზე SMS შეტყობინებები, თუ კი შესაძლოა ელექტროენერგიის გათიშვა ან გაზომარაგების რაღაცა დროებითი შეწყვეტა. რამდენად გავს ეს საერთოდ სიმართლეს? აქ ცალკე პრობლემაა, რომ რასაც გეუბნება ოცნების ხელისუფლება, სამწუხაროდ ქვეყნის მოქალაქეთა უმრავლესობას არ სჯერა და უბრალოდ ეგრევე კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, თუმცა ზოგადად დემოკრატიულ საზოგადოებებში შემოწმება, გადამოწმება და ბევრი კითხვის ნიშანი თან ახლავს ხოლმე ყველა მსგავსი ტიპის პრობლემის განმარტებას. მაგრამ ამ შემთხვევაში რამდენად შესაძლოა იყოს საფუძვლიანი რაიმე ტესტირების თემა? მართალი შეიძლება ეს იყოს თუ არა?
ხო, აი როგორ უნდა გადავამოწმოთ ეს საკითხი? როგორ უნდა დაიჯეროს? აი მოდი დავიწყოთ რწმენით, ხო, როგორ უნდა დაიჯეროს საქართველოს მოქალაქემ, რომ ეს იყო დაგეგმილი ან განჭრეტადი რაღაც გეგმური ტესტირება, როდესაც გამოდის ქართული ოცნების ერთ-ერთი ახლად წარმოჩენილი სპიკერი, მგონი მახაშვილი და ძალიან გაბადრული გვეუბნება, რომ მეო ვიცოდიო ამის შესახებო, მაგრამ მაინც ლიფტში აღმოჩდიო და გავიჭედეო, ანუ ვითომ მეც ცოტნე დადიანი არის და ისიც მასაც ეხება ის პრობლემები, რაც საქართველოს მოსახლეობას ჰქონია. ანუ რამდენად სარწმუნო არის, მესმის რომ ის შეიძლება ახალი და რაღაც გამოუცდელი სპიკერია და ბევრი რაღაც შეიძლება წამოწდეს, მაგრამ ამ წამოწდენაში კიდევ ერთხელ მოხდა ლუსტრაცია ქართული ოცნების ტყუილების. რეალური მიზეზი რა არის? ამის გაგება ცხადია საქმეში ჩახედვის და უფრო მეტი ინფორმაციის ცოდნის გარეშე არის შეუძლებელი. რა შანსი გვაქვს ჩვენ ამ ინფორმაციის გაგების? ანუ ვის შეიძლება ამ შემთხვევაში ვენდოთ სემექს, რომლის წინასწარი დასკვნის შემდეგ უკვე რაღაცა ტიპის პოლიტიკური გადაწყვეტილების საფუძველი შეიქმნა, თუ ელექტროსისტემას, რომელიც ამბობს, რომ სემექის ეს წინასწარი დასკვნა პოლიტიზირებული იყო. აი აქ ამ შემთხვევაში ვის შეიძლება ჩვენ დავუჯეროთ? აი ახლა ეს თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო საკითხს მიადექით, ქალბატონო ნინო. პრობლემა კიდევ რა არის, ხო? ამ ელექტროსისტემაში, ჩვენ სახელმწიფო ელექტროსისტემაში, სახელმწიფო ის რომ მომწოდებელი კომპანიები, დისტრიბუტორი კომპანიები, ქსელის მართვაზე პასუხისმგებელი კომპანიები და მომხმარებლებამდე ელექტროენერგიის გამანაწილებელი და მიმტანი კომპანიები ისე არის აღრეული ერთმანეთში, ისე აქვთ მათ ფუნქციები და ვალდებულებები აღრეული, რომ ყველა იშვერს თითს ერთმანეთისკენ, მათ შორის მაკონტროლებელიც, სემეკიც, რომ ირევიან, რომ საერთო სურათს ვერ ქმნიან, რომელიც შეიძლება იყოს სარწმუნო, ლოგიკურად სარწმუნო ელემენტარულად. ამავდროულად პასუხისმგებლობის ნაწილში თითქოს ისე გამოდის, რომ არავინაა კონკრეტულად დამნაშავე, მაგრამ რაღაცა მოხდა, ვიღაცა პასუხისმგებელი ამაზე ხო უნდა იყოს. აი ამ ჩაკეტილ წრეზე ტრიალებენ და შესაბამისად არც ერთი არ იმსახურებს ნდობას, მით უმეტეს, როდესაც არიან სახელმწიფოს ქვეშ, სახელმწიფოს ფრთის ქვეშ, იმ სახელმწიფოსი, რომელმაც არაერთხელ აჩვენა სხვა სისტემებთან მიმართებაშიც და ამ სისტემასთანაც მას შორის, რომ სისტემა არის მოწყვლადი და ყოველთვის მსგავსი ან ანალოგიური სიმძიმის პრობლემების წინაშე შეიძლება დადგეს, როდესაც ის ემსახურება არა ქვეყნის და მოსახლეობის სტრატეგიულ საჭიროებებს, არამედ კონკრეტული ჯგუფების, ამ შემთხვევაში ქართული ოცნების რაღაცა ვიწრო ჯგუფის და პერსონალურად ბიძინა ივანიშვილის კომერციულ და კორუფციულ ინტერესებს. შეიძლება კითხვა, რატომ მოძრაობ ჩვენ სემექსსა და ელექტროსისტემას შორის გასაგებია, მაგრამ არის თუ არა საერთოდ ამ საკითხებზე პასუხისმგებელი პირველ რიგში პრემიერ-მინისტრის პოზიციაზე მყოფი პირი, ახლა რამდენად ლეგიტიმაცია არის ლეგიტიმაცია თუ არის ამ თემაზე ჩვენ არ ამას არ აქვს მნიშვნელობა ამ შემთხვევაში. ვინ შეიძლება იყოს თუ არა პრემიერ-მინისტრი პასუხისმგებელი იმაზე, როდესაც სამჯერ ზედიზედ მთელი საქართველო ითიშება აი ამ საკითხიდან და სხვათა შორის ჩვენ დღეს არ ქონდა შესაძლებლობა კითხვის დასმის და არც ერთ პროპაგანდისტულ მედიას არ უკითხავს მოკლედ კობახიძისთვის რა მოხდა გუშინ. ანუ ეს მას არ ეხება. პროპაგანდისტული მედიები ვიცით როგორ სვამენ კითხვებს, ანუ დღეს ეს კითხვა რახანა არ იყო, მაგრამ დღის წესრიგში ეს იმას ნიშნავს, რომ კობახიძეს ამაზე არ უნდა კითხონ. ანუ ის არაფერ შუაშია ამ თემაზე. ხო, ანუ ჩვენ გვახსოვს კალაძის ცნობილი გამონათქვამი, რომელიც შეგვიძლია განვაზოგადოთ თელს ქართულ ოცნებაზე, რომ მე პასუხს მხოლოდ ჩემს თავზე ვაგებო, ხო? ასე მიიჩნევს ალბათ კობახიძეს, უბრალოდ ამისი თქმა მას არ დასჭირდა და შესაბამისად პროპაგანდისტებმა მას ეს კითხვა არ დაუსვეს. სწორად აღნიშნეთ, აქ მნიშვნელობა არ აქვს ლეგიტიმურს, არალეგიტიმურს, ფაქტობრივი ძალაუფლების მქონე პირი არის ის. კობახიძე ამ დროს არის დაკავებული იმით, რომ 7 აგვისტოს აი ჩვენი ომის დაწყებიდან 18 წლის თავზე რაღაც რამდენიმე დღით ადრე საუბრობს არა რუსეთის ოკუპაციაზე, რუსეთზე როგორც ოკუპანტზე, ვერ ამოვიდა მისი პირიდან ეს სიტყვები და ეს სიტყვათა კომბინაცია, არამედ საუბრობს რუსეთზე, ონ რუსოფობიაზე, საუბრობს იმაზე, რომ გადავიდეთ თქვენ შემდეგ აი ბედრო არ გვაქვს, ამიტომ მაინც ფინანსის შეჯამების სახით ვიკითხოთ და ვთქვათ, მოკლედ ჩვენ არაფერი ვიცით, რატომ გაითიშა ზედიზედ სამჯერ საქართველოში მთელი საქართველოს მასშტაბით ელექტროენერგია. არაფერი ვიცით და ჩვენ უბრალოდ რა თქმა უნდა სანამ გვექნება რაიმე უფრო სარწმუნო ინფორმაცია ან რაღაცა წოდომა მაინც უნდა გქონდეს რეალურად რა მოხდა ის რო გავიგოთ, ხო? ჩვენ გვაქვს ძალიან ლეგიტიმური
ლეგიტიმური ეჭვი იმის თაობაზე, რომ წარმოუდგენლად დიდი ოდენობის ელექტროენერგიას მოიხმარს ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კრიპტო ვალუტის ეგრეთ წოდებული მაინინგის კომპანიები, ხო, ვიცით ამის შესახებ. ჩვენ ვიცით, რომ ძალიან გაზრდილი არის მოთხოვნა მიწოდებაც და ამავდროულად გაზრდილი არის ელექტროენერგიის ტარიფიც, ხო, 1 აპრილიდან 30%-ით არის გაზრდილი. ძალიან დიდი რაოდენობის თანხა შედის ტრიალებს, როგორც ამ კომპანიებში და ასევე სახელმწიფო ბიუჯეტშიც, მაგრამ გვეუბნები, რომ თურმე ერთი ხაზის გათიშვა არის საკმარისი იმისთვის, რომ მოხდეს კოლაფსი. იქნებ იმაზე მაინც გაგვცენ პასუხი, რატომ გაითიშა ის ხაზი? ხომ არ დაძველდა, ექსპლუატაციის ვადა ხომ არ გაუვიდა, მთელი სისტემა ხომ არ დალყა, სხვა ხაზებიც ხომ არ არის მსგავსად დაზიანებული და ნებისმიერ დროს ხომ არ შეიძლება ისინიც დაზიანდეს და მერე კვლავ მთელი ქვეყანა დაბნელდეს და ისევ კოლაფსის წინაშე აღმოჩნდეთ. ამაზე პასუხები არა აქვთ. პრემიერ-მინისტრის პასუხისმგებლობა არის დიახ, როდესაც მთელი ქვეყანა ბნელდება და რამდენჯერმე როდესაც ხდება ეს ამბავი, ვიღაცამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, მაგრამ პასუხისმგებლობა ქართული ოცნებისგან შორს არის.